ეშმაკი არის ძალიან მზაკვარი და ძალიან ძლიერიც ისეთი ადამიანებისათვის, რომელთათვისაც ქრისტე არ არის ცხოვრების საზრისი და მიზანი, ერთადერთი. თუ ერთადერთი მიზანი არ არის ქრისტე, ეშმაკი მაშინ ჩვენთვის ძლიერი ხდება. და ის მოთმინებით, ძალიან დიდი მოთმინებით ელოდება ჩვენი ცხოვრების იმ წამებს, როცა შეიძლება მან ფეხი დაგვიდოს, გააცლუნოს, მოგვატყვილოს და თუ ერთხელ ჩაგითრია, მეორეთას მოახერხებს, მერე კიდევ და შეიძლება საერთოდ წაგიყვანოს ეკლესიიდან და რწმენას კი წაგართვას. ასეთები ძალიან ხშირად ხდება და ძალიან ბევრი ხდება და არა მარტო ერის ადამიანებში, არამედ ღვთისმსახურებშიც კი. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ამას ადასტურებს სხვათა შორის მსოფლიო ეკლესიის ისტორიას. ამიტომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაცნობიერებდეთ რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი და თავდაბლურად, ანუ ქრისტეს დარი სათნოებით მივუყვებოდეთ ამ გზას.